მე არ ვიქნები ახლა ორიგინალური და რაღაც განსაკუთრებული, რომელიც იტყვის, რომ რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატრიარქმა, როდესაც პირველად მივედით მასთან, პირველად შევეხე, ყველა დღეს ლაპარაკობს, როგორი მას ხელები ქონდა, ფუმფულად, საყვარელი, აზრიანი. ხელს დრო თუ მოკიდებ და უკვე შენ დაცული იყავი, არ ვიცი, რაღაც საოცარი ისეთი უბრალო, ისეთი უშუალო, ისეთი საყვარელი, ისეთი ჩვეულებრივი, რომ ამის არ ვიცი, ზოგისთვის შეიძლება დაუჯერებელი იყოს და საოცრად ინტერესიანი კაცი იყო. აინტერესებდა რა სიმღერი, რა პროექტი გაქვს. ყველა ეხა ხო მიდიოდა მასთან და კურთხევას ითხოვდა, რომ აბა დამლოცეთ, როგორ იქნება ჩემი კონცერტი, ხო? ან ვიღაცის რაღაც, რა ვიცი, საქმიანობა და რაღაც და ამიტომ და ყველას ეგონა, რომ ის იყო განსაკუთრებული აი მასთან. და ამიტომ ზირკვევა, რომ ყველასთან ესეთი ზომიერი, კეთილგანწყობილი იყო, ხო? ნამდვილად ხშირი სტუმრები ვიყავით, ხშირი ურთიერთობა გქონდა, რაღაცა ტრაპეზი რაც იყო, ყოველთვის გვპატიჟებდნენ და მივდივით, მაგრამ რა უცნაურია, იცით, ნანის სხვათა შორის და ჩვენ ოჯახს რაღაცა მორიდება გქონდა. ვერ ვაწუხებდით, აი ხშირად ძალიანაც მინდოდა, მაგრამ შეიძლება იქ იფიქრონ, რომ სად არის ვთქვათ, სად არიან. ჩვენი ინიციატივით არასდროს არ ხდებოდა, იმიტომ რომ ყოველთვის გვერიდებოდა, რომ არ შევაწუხოთ. ეს დედაჩემს დღესაც ეს დარჩა და ძალიან გული გვწყდება, რომ აი ეს ბოლო რაღაც პერიოდი ვერ ხვდებოდით, მაგრამ ალბათ ნამდვილად მას ვიცავდით, რომ არ შეგვეწუხებინა.